მეშინია დესანტი არ გადმოსხან მალე. გამოხდება რომ ჭიშკარში შიგნით უნდა შევიდეს მანქანა რომ ვერ დავინახოთ ბატონი ანრი. განგაში და მობილიზაცია სუსის სპეციალურმა დანაყოფმა ანრი ოხანაშვილის სახლთან შაბათის ეთერის გამოჩენის შემდეგ დაიწყო. შეწი გადაიღე რომ ჭიშკარს აღებენ, რომელიც არ გაღებულა რავი რამდენი ხანია. ოხანაშვილი ხვდება რომ კითხვები, რომლებიც გამომძებელ ჟურნალისტთა ოფისს მასთან აქვს, თორნიკე რიჟვაძის ბურუსით მოცულ საქმეს უკავშირდება. ამიტომ იღებს გადაწყვეტილებას ავტომობილი ეზოში შეიყვანოს და თავი ისე აგვარიდოს. ბატონო ანრი, ეს ის შემთხვევა არ არის, როცა უნდა გაიქცეთ. რიჟვაძეს თქვენი ბარებდით დაკითხვაზე? თორნიკე რიჟვაძის საქმის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მიუხედავად ანრი ოხანაშვილმა დუმილი ამჯობინა და არა მხოლოდ შაბათის ეთერთან. საბედისწერო გასროლიდან მე-6 დღე სრულდება და სუს ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს. ბატონო თორნიკე, თუ შეიძლება. გავყვეთ ხელისუფლების ვერსიას, რომ თორნიკე რიჟვაძე თავს იკლავდა და წერილიც მისი დაწერილია. აჭარის ყოფილი მეთაურის სახელით გავრცელებულ ჩანაწერში ვკითხულობთ, რომ მას ბრალს ნარკორეალიზატორების მფარველობასა და კორუფციაში სდებდნენ. ფულის კეთების საქმე კი სუს უნდა გამოეძიებინა, რადგან ოხანაშვილი დუმს სუსის ანტიკორუფციული სააგენტოს შეფთან მივდივართ. ბატონო მზარს საქმეა ხალ? სახლში არ არის? ისე აქ ცხოვრობს? მასთან რამ კითხვები მაქვს და შეგიძლიათ დამეხმაროთ? ემზარ გაგნიძე სუსის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორია. ის თანამდებობაზე 21 ივნის ოხანაშვილმა დანიშნა. იყო თუ არა საბედისწერო გასროლამდე რიჟვაძე ან ოცნების ყოფილი მაღალჩინოსნის მამა დაკითხვაზე. ჰქონდათ თუ არა კითხვები რიჟვაძის თანამშრომლებთან და ნათესავებთან, რაც აჭარის მთავრობის ყოფილი მეთაურის წერილში წერია. ეს არის კითხვები, რომლებსაც ემზარ გაგნიძემ უნდა უპასუხოს. როდესაც სამსახურში ვიქნები, მაშინ და მიიღებთ სამსახურში? როდესაც სამსახურში ვიქნები და ამიკავშირით კარგი, სამსახურის. რამდენი ხანში დაგირეკოთ ბატონო ემზარ? როდესაც სამსახურში ვიქნები. და მე ხო არ ვიცი, როდის იქნებით, როდის დაგირეკოთ? სატელეფონო ზარის განხორციელების მომენტში 10-12 წუთი აკლია. არ ვიცით, როდის იწყება ანტიკორუფციული სააგენტოს შეფის სამუშაო საათები, ამიტომ 15 საათსა და 57 წუთზე შეთანხმებისამებრ ისევ ვურეკავთ. გაგნიძე აღარ გვპასუხობს. არც მოკლე ტექსტურ შეტყობინებებზე რეაგირებს, სადაც მთავარი კითხვა გარკვევით წერია. რა, უკაცრავად, ვინ იყო კიდე იქ სახლში? ხელს ნომკრავთ რა. ეს დავით რიჟვაძეა, თორნიკე რიჟვაძის მამა. ის ალექსი ახვლედიანის სასამართლო პროცესზე მივიდა და მოსამართლეს იმ ადამიანის გირაუთი გათავისუფლებას თხოვა, რომლის სახლშიც და ვისი კუთვნილი იარაღითაც 6 ივლისის ღამეს მისი შვილი მძიმედ დაიჭრა. თუმცა კითხვაზე სჯერა თუ არა შვილის თვითმკვლელობის ვერსიის, იმყოფებოდა თუ არა ოცნების არაფორმალურ პატიმრობაში და ვინ იყო იმ დღეს საგარეჯოში, დავით რიჟვაძე არ პასუხობს. ვინ იყო იმ სახლში კიდევ? დანარჩენ პირებზე რა იცი? მან თანხლები პირების დახმარებით ტერიტორია სასამართლოს ეზოდანვე ავტომობილით კარებთან მისვლამდე დატოვა, რაშიც მანდატურებმა და მედიისთვის დაწესებულმა ახალმა რეგულაციებმა შეუწყო ხელი. აი ამ ავტომობილში ვინ ზის ახლა? გაცილებით ავტომობილში ვინ ზის ახლა? არავინ არ ჩემთან გამოდიოდა სასამართლოდან. დუმილის რეჟიმში მყოფი რიჟვაძეების გარემოცვა შაბათის ეთერს უყვება, რომ აჭარის მთავრობის ყოფილი მეთაური დაკავებას ყოველდღე ელოდა. მას ყოველდღე ქართული ოცნების ერთ-ერთი გავლენიანი ლიდერის სახელით ურეკავდნენ და ეუბნებოდნენ, რომ მისი ციხეში გაშვება გადაწყვეტილი იყო. სწორედ ეს ლიდერი სთხოვდა რიჟვაძეს ფინანსურ ანგარიშებს. ამ ადამიანის სახელსა და გვარს ამ ეტაპზე არ ვასახელებთ, თუმცა კობახიძის გაპრემიერების შემდეგ მის დიდ გავლენებზე უკვე ყველა მიცის. ბოლო საკადრო ცვლილებების შემდეგ 3 ძალოვანი უწყებიდან მინიმუმ 2-ზე სრულ კონტროლს ჩვენი ინფორმაციით სწორედ ის ახორციელებს. ბატონო ირაკლი, რა კორუფციულ გარიგებებზე საუბრობდა ბატონი რიჟვაძე? რომელიმე უწყებაში დაბარებული იყო? თუ არაფორმალური გარჩევა იყო ბატონო ირაკლი? პირივინც რიჟვაძეს ფულს უთვლიდა აჭარის მთავრობის ექს-მეთაურის გარემოცვის ინფორმაციით ბოლოს მასთან სატელეფონო კავშირზე აღარ გამოდიოდა. რამაც რიჟვაძე დაარწმუნა, რომ მისი დაკავება გარდაუვალი იყო. ამიტომ ხაზზე გასვლა ირაკლი კობახიძესთან, მეგობრის, მოქმედი მაღალჩინოსნის ალეკო ახვლედიანის საშუალებით გადაწყვიტა. დავისუფლად! ახვლედიანი და კობახიძე ერთმანეთს 1 ივლისს შეხვდნენ, როდესაც ოცნების პრემიერი ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ჩავიდა. ეს ფოტოც იმ დღეს არის გადაღებული.
გონია რომ თქვენ დახმარეში შედის ამაზე პასუხი ბატონო ირაკლი რა კორუფციულ გარიგებებს ეს ერთი წამი ხელი გამიშვი თქვენს ინტერესში ხომ შედის რომ ამ კითხვებზე უპასუხოთ ბატონო არსებობს რაღაცეები ხოდა მიპასუხეთ ასე სამარცხონოდ არ ბატონო ირაკლი თქვენი თანაგუნდელი არ გაინტერესებთ რა მოხდა ბათუმში კობახიდესთან ერთად 1 ივლისს იყო რიჟვაძის შემცვლელი აჭარის მთავრობის ახალი მეთაურიც. ახლა მასთან ვცდილობთ გარკვევას, ვისადებს წერილში ხელს მისი წინამორბედი. ვინ იყო ის, ვინც მას კორუფციასა და ნარკორეალიზატორების მფარველობაში ადანაშაულებდა. ჩემი კომპეტენცია არ არის. უნდა მიმართოთ სამართალ დამცავად. და უნდა გაარკვიოთ. მადლობა. თუ იცით რატომ ელაპარაკებ? თქვენ საქმის კურსში თუ კი ბატონო, მე შემიძლია გიპასუხო. შემიძლია გიპასუხო. ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი ამჟამად ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. იყო მდგომარეობამდე თქვენი ინტერესსაგანი არ არის. დიდი მადლობა. არ არის თქვენი ინტერესსაგანი? ბატონო, მადლობა. არ არის თქვენი ინტერესსაგანი? შაბათის ეთერის ინფორმაციით ივანიშვილის მიერ ძალაუფლება მინიჭებული პირებიდან ერთადერთი საკონტაქტო მისი საშუალებითაც თორნიკე რიჟვაძეს საკუთარი ბედის გარკვევის იმედი ჰქონდა ალეკო ახვლედიანი იყო. საბედისწერო გასროლის დღეს შაბათის ეთერის ინფორმაციით თორნიკე რიჟვაძე თბილისში ახვლედიანის ძმის ოფისში აქსისის ცათამბჯენებში მიდის. ალექსი ახვლედიანის ძმა კომპანია აგროჰაბის მფლობელია. რომ მოდის ანუ ოთახი არსად არა? ოთახი არ აქვს აქ, იმას შემოვლა საკეთებ ჩვეულა. და სხვა არა. ოთახი ხუთსურს გამოთქვამს, რომ მენეჯერის კაბინეტში დაჯდეს, რა თქმა უნდა. კარგად ინფორმირებული პირის მონათხრობით შეხვედრა რიჟვაძესა და აკაკი ახვლედიან შორის მეორე სართულზე ერთ-ერთ კაბინეტში შედგა. ამ კაბინეტამდე მისასვლელად რიჟვაძეს ეს კარი უნდა გაევლო, რომლის იქითაც ჩვენ აღარ გვიშვებენ. და რატო კითხულობთ? თორნიკე რიჟვაძეს შეხვდა აქ იმ დღეს და მაგიტომ. ვინმე ხარ მოსულა კამერები ხარ მოუყიათ გამოძიება ხარ დაინტერესებულა? არა. არაფერი მსგავსი. კითხვებზე მიმართეთ თვითონ ბატონ აკაკის. აკაკი ახვლედიანი იყო სასამართლო პროცესზე პირი, რომელმაც ძმისთვის შეფარდებული გირაოს გადახდა უახლოესი 1 საათის განმავლობაში, საკუთარ თავზე აიღო. შაბათის ეთერის ინფორმაციით საგარეჯოში საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსის დედის სახლში შეხვედრაზე მინიმუმ 5 პირი იმყოფებოდა. მასპინძელი ალექსი ახვლედიანი, თავად თორნიკე რიჟვაძე, რიჟვაძის მამა დავით რიჟვაძე და რიჟვაძის დის ქმარი დავით ბალაძე. ჩვენ ვერ დავადგინეთ ამ შეხვედრაზე მყოფი სხვა პირების ვინაობა. ამას არც პროკურატურა ამჟღავნებს. რამდენი ადამიანი იყო იმ დროს იმ ადგილას, შესაბამისად რამდენი მოწმეს ჩვენება გაქვთ? სუფრაზე იმყოფებოდნენ ოჯახის წევრები, მეგობრები, რამდენი ადამიანი იყო? რამოდენიმე ადამიანი იმყოფებოდა, ყველა იყო ოჯახის 5-10. ყველა იყო ოჯახის ახლობელი, იყოფებოდა 5-6 პირი. 5-6 პირი. ყველა გამოკითხული ხარ. ყველა იდენტიფიცირებული აბსოლუტურად. მათ შორის იმყოფებოდა თორნიკე რიჟვაძის მამა და თორნიკე რიჟვაძის სიცი. სახელდაგვარებს ვერც ერთი პირისას ვერ გეტყვი. სახლში, სადაც სისხლის სამართლის დანაშაული მოხდა, მომხდარიდან მეორე დღეს ისევ მივდივართ. პირველ რიგში ვეძებთ ავტომობილს, რომლითაც თორნიკე რიჟვაძე აჭარიდან კახეთში ჩავიდა. ასეთი ავტომობილი საგარეჯოში ოცნების მაღალჩინოსნის სახლში არ დგას. არადა დაჭრილი რიჟვაძე კლინიკაში ახვლედიანმა გადაიყვანა და მისი ავტომობილი ისევ ეზოში, ან ეზოს გარეთ უნდა იდგეს. ეს ხო არ არის რიჟვაძის მანქანა? არა. ის მანქანით არ ყოფილა. აბა მარშრუტკით ჩამოვიდა? არ ვიცი, ნუ მეკითხები, გოგო, ქალბატონო, ნუ მეკითხები. ანუ აქედან ვერაფერს ვერ გაიგებ, ეზოში შენივესვე. გავიგე, ბოდიშ გიხდით, რიჟვაძის მანქანას ვეძებ და არ არის აქ. აბა რითი მოვიდა ეს კაცი? აჭარიდან რითი ჩამოვიდა? ანუ შიგნით ხო არ დგას ეზოში? არც ყოფილა, ხო? თორნიკე რიჟვაძის ბათუმიდან საგარეჯომდე ჩასვლის რეალურ ისტორიას ისევ ბათუმში მისი უახლოესი გარემოცვის წევრები გვიყვებიან. მათი მონათხრობით ირკვევა, რომ რიჟვაძე თბილისში 6 ივლისს სიძესთან ერთად მამის მოსაძებნად ჩამოვიდა. ამავე წყაროს ცნობით ყოფილი ძალოვანი დავით რიჟვაძე სუსში არაფორმალურად იყო დაბარებული და შვილთან კონტაქტზე არ გადიოდა. მამის მოსაძებნად თორნიკე რიჟვაძე დის ქმართან დავით ბალაძესთან ერთად სწორედ ამიტომ ჩამოვიდა. თბილისში იშვიათად ხედავთ ბატონ თორნიკე. არსებობს ვერსია, რომ რიჟვაძეს და მის ოჯახს კორუფციულ სქემებში ირაკლი ღარიბაშვილის მხილებას თხოვდნენ. სასურველი ჩვენების ვერ მიღების შემდეგ კი მასაც და აჭარის მთავრობის ყოფილ მეთაურსაც ოჯახებით დაემუქრნენ. მამა უპირობოდ დაბარებული ყავდა, თქო, მამამის კიდე ბარიგობა და წამალი და სხვა თემა, წამლების თემა და შავი პული, აი
თემაზე სხვა აკაჩავებენ. მამა უპირობო დაბარებული ყავდათ. იქ საზღვარია, იქ პორტია, ის პოლიციის უფროსი იყო, თემებში იყო რა და შავად ხდება იქ ლევად ყველაფრის გაკეთება და მამამის რა თქმა უნდა იყო ამ სქემებში. ეგ ნარკოტიკების თემა, კოლცენტრების თემა, მშენებლობების თემა, ბიზნესების თემა, სათამაშო ბიზნესი და კოცი რო ხარ ხო უნდა გესმოდეს რომ ხვალ მოკლავენ, დაგხრიტავენ და ოჯახის წევრიც კი ხმას ვერ ამოიღებს, იმიტომ რომ უბრალოდ დასკოჩილი ყავს ბიძინას ეს ხალხი. ამოიღებ ხმას, მაშინ შენც იგივე გზას გაუდგები. ქართული ოცნების მართვის სადავეებიდან ჩამოშორებული ხალხი შიშით ახლა დუმს. იციან რომ ყველა ზედმეტი სიტყვა მათ წინააღმდეგ მათივე თანაგუნდელების მხრიდან დამატებით რეპრესიებს ნიშნავს. ამიტომ საკუთარ სათქმელს ოპოზიციას აჟღერებინებენ. ვისთანაც კულუარულ ამბებს შუამავლების საშუალებით აგზავნიან. იარაღით შეიარაღებული ხალხი გაუშვა ველზე, ესე რომ ვთქვათ, რომ აი შენ ამდენს მოიტან, რაღაცა კალაძეს 800 მილიონი მოსატანი, არ მომეწონა მაგალითად სახეზე გუშინ ხო, რაღაც არც ფერი არედო, არც ისეთი რიხიანი არისო, როგორ გითხრათ წინაზე, მე ვიქნები მერი. მე თქვენ დაგამარცხებდე, გუშინ არისო ესეთი რიხიანი, დაველოდოთ. კახი ველოდებით, კი, იმასაც ველოდებით, ამ 800 მილიონ დოლარს როგორ ამოგიღებენ ბრმანაწლავიდან, არ ვიცი, ან კუჭიდან საბოლოო ჯამში. უნდა გესმოდეს, რომ ბიძინა არ დაგანებებს თავს, ხო? ამიტომ ეს პროცესი გაგრძელდება, ღარიბაშვილსაც უნდა ესმოდეს, ლილუაშვილსაც. მან არ იცის შენდობა, მან არ იცის დანდობა, იმიტომ რომ მას სჭირდება ახლა ფული. რა უძღოდა წინ საბედისწერო გასროლას ალეკო ახვლედიანის კონსპირაციულ აკარაკზე. შაბათის ეთერის ინფორმაციით ჩვენთვის უცნობი შინაარსის საუბრის შემდეგ თორნიკე რიჟვაძის მამამ და სიძემ სახლი დატოვეს. თავად რიჟვაძე კი დარჩა. ახლა მთავარი კითხვაა, რა გაიგო აჭარის ექს-მეთაურმა შუამავლისგან ისეთი რამაც პროკურატურის ვერსიის თანახმად თავის მოკლა გადააწყვეტინა. ტონი ალექსი თუ არის წასულია უკვე თქვენ მეუღლებ წანდებით? თუ შეიძლება ეს ალეკო ახვლედიანის ცოლია. თავად ახვლედიანი კამერებთან არ ჩნდება. ადამიანი რომ მათ ყველაფერი იცის და შეუძლია დაასახელოს ოცნების ის გავლენიანი ფიგურად, რომელიც რიჟვაძეს ფულს უთვლიდა და ძალოვნებზე ფიქტიურ კონტროლს ახორციელებს. თუმცა ახვლედიანი ახლა სრულად ოცნების ხელშია. გირაოთი გამოშვებული ექს-მაღალჩინოსანი ნებისმიერ დროს შეიძლება ციხეში შეაბრუნონ. ამიტომ მოლოდინი რომ ის 6 ივლისის ღამის რეალურ ამბავს მოყვება მინიმალურია. სხვა პირების შესახებ ინფორმაცია არ გაქვთ თუ არ მაქვს, არ ვიცი. დიხისით ამბობდით, რომ იცოდით ქალბატონო ლალი. არა ცხადებთ ვინ არიან, არ ამბობთ თუ არ იცით ქალბატონო ლალი. როდესაც გახდება ჩემთვის ცნობილი აუცილებლად. არა, დღეს ისე საუბრობდით, რომ დღეს არ მაქვს სურვილი და ჩემი უფლებაა გეტყვით თუ არ გეტყვით. სურვილი არ ჩემი უფლებაა, ჩემი სურვილია, ჩემი უფლება. მინდა თუ არ სურს თუ არა რამე განცხადების გაკეთება. ანუ ამ ადამიანებზე გეკითხები. ალექსი ახვლედიანის უფლებების დამცველი ყველა კითხვას მშვიდად პასუხობს ამ ერთის გარდა. არა და რახან საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღიძრა, პირველი ვინც გამოძიება უნდა მოძებნოს, თვითმკვლელობამდე მიმყვანი პირი ან პირები არიან. არც პროკურორი ჭიტაძე ამბობს, მაგრამ იცის ყველა სვინაობა, ვინც 6 ივლისის საღამოს ამ ფანჩატურში იყო. იქ ყოფი პირები არიან თუ არა ეჭვმიტანილები ამ საქმის ფარგლებში, როგორც თვითმკვლელობამდე მიმყვანი სავარაუდო. ტერმინი ეჭვმიტანილი არ არსებობს. ამ ეტაპზე გამოძიებით. ყველანი უბრალოდ როგორც მოწმეები. ამ ეტაპზე გამოძიებით ადასტურებულია, რომ ალექსი ახვლედიანმა დაუდევრად შეინახა წესასწრული იარაღი, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. მძიმე შედეგი. თავის მოკლა რატომ გადაწყვიტა ამ ადამიანმა ამ მიმართულებით არ მუშაობა? მიმდინარეობს გამოძიება თვითმკვლელობის ვისთან ერთადაც გაატარა უკანასკნელი საათები პირველ რიგში ხო იმათზე უნდა მივიტანოთ ეჭვი ხო? დადასტურებულად ცნობილია, რომ ალექსი ახვლედიანის საგარეჯოს ვილაში დამონტაჟებულია არაერთი სათვალთვალო კამერა და შესაბამისად ყველა პირი და ყველა ქმედება, რაც 6 ივლისის საღამოდან გასროლამდე ამ ღობის მიღმა ხდებოდა, ვიდეო ფაილების სახით ახლა გამოძიების ხელშია. ამ ჩანაწერების გასაჯაროება ყველაფერს ნათელს მოჰფენს, მათ შორის იმასაც, თავად თორნიკე რიჟვაძემ აიღო თუ არა ფანჩატურიდან ცეცხლსასროლი იარაღი. თუმცა საქმის პროკურორი მომხდარიდან 2 დღის შემდეგ გვეუბნება, რომ ეს ვიდეო მასალა ამ დრომდე არ უნახავს. თორნიკე რიჟვაძე თვითმკვლელობის მიზნით მალულად დაუფლებულ წესასწრული იარაღიდან მოახდინა გასროლა გუნკერდის არეში. როგორ შეიძლება ეს იყოს დადასტურებული თუ ვიდეო მასალა არ გინახავთ? ვინ დაინახა რითი მტკიცდება, რომ მან ნამდვილად შეიტანა ოთახში ეს იარაღი და თავად გაისრაო? ყველას გამოკითხვის ოქმით ახვედრაშია თანმიმდევრულია შეესაბამება შეხვდომის მხოლოდ მხოლოდ ოქმებს და გამოკითხობს, როდესაც არსებობს სათვალთვალო კამერები, სადაც შეგვიძლია ვნახოთ ვინ იჯდა რეალურად ამ სუფრასთან. აუცილებლად. თუ ამ დროს მხოლოდ ორნი იყვნენ სახლში გასროლის მომენტში. და როგორც ადვოკატი ამბობს, ბატონი ალექსი ამ დროს იმყოფებოდა აბაზანაში, და არც ხმა გაუგია და ბატონი
თორნიკე იმყოფებოდა თავის საძინებელში. ვინ დაინახა, რით იმტკიცდება, რომ მან ნამდვილად შეიტანა ოთახში ეს იარაღი და თავად გაისროლა. მუშაობთ ამ მიმართულებით ეგ მითხარ. სუფრის მონაწილეებიდან შეიძლებოდა ვინმე არ წასულიყო და დარჩენილიყო სახლში. ამ ვერსიას არსებობის უფლება იქამდე აქვს, ვიდრე ახვლედიანის სახლის ჩანაწერები არ გასაჯაროვდება და საპირისპირო არ დამტკიცდება. ვარაუდებისა და ვერსიების გაჩენას კი ხელი ისევ ოცნების ხელისუფლებამ და მათი ქმედებების თუ უმოქმედობის ერთობლიობამ შეუწყო. თავარ კითხვად მაინც ის რჩება, ვინ იმყოფებოდა 6 ივლისის ღამეს საგარეჯოში ჯაფარიძის ქუჩაზე, ალექსი ახვლედიანის დედის კუთვნილ სახლში, მანამდე ვიდრე მასპინძელი და თორნიკე რიჟვაძე მარტოდ არ რჩებოდნენ. იყო თუ არა ვინმე ქართულ ოცნებასთან პოლიტიკური თანამდებობის პირიან დაახლოვებული? თვითონ თორნიკე რიჟვაძეს თქვენ როგორ შეაფასებთ, არის დაახლოებული? კი, მაგიტომ კითხულობ, ხო? ანუ იმყოფებოდა თორნიკე რიჟვაძე ნამდვილად ვიცი. კი, და მათი გარემოცვა, რომელიც შეიძლება ყოფილიყო ქართულ ოცნებასთან დაახლოებული, ხო სწორია, ლოგიკა. როგორ გითხრათ, ანუ დაახლოება მათი სამუშაო ადგილები, ვისთან როგორ არიან დაახლოებული, ვისთან მეგობრობენ. ქართული ოცნების გუნდიდან გაშვებულები ყველანი ნელი მოქმედების ნაღმზე არიან. თავად დუმან და მათ ნაცვლად სხვები საუბრობენ. ვინც იცის, როგორ მიდის ოლიგარქის გუნდში ფულის ამოღების სპეცოპერაცია. ეს ის ფულია, რომელიც მოიპარეს იმ ფულიდან, რომელსაც იპარავენ წლებია. ამ ფულს იპარავდნენ სხვადასხვა მეთოდებით, ერთი მეთოდი იყო სახელმწიფო ტენდერები და გამიფებული საშინელი კორუფცია, მეორე მეთოდი, რა თქმა უნდა, ეს კოლ-ცენტრები და ეს საშინელი ხალხის მოტყუება, არაფრის გაყიდვა და მესამე სხვადასხვა სახის კრიმინალების და ნარკოტრაფიკების ეგრეთ წოდებული, როგორც თვითონ ეძახიან, გაკრიშვა. რიჟვაძე იყო კოლ-ცენტრებშიც, ტენდერებშიც, იყო ასევე გარკვეული ნარკოტრაფიკები, და მას თავის პატარა სამფლობელო ჰქონდა, ხო? აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის. მაფია ბევრად პროუკეთსად არის ორგანიზებული. ეს არის აი რუსული ბრატვას სცენარი, სადაც პახანია და მერე ბანდა დანარჩენი და აი ესეთი სახელმწიფოსაც ვეღარ დავარქმევთ, ესეთი სტრუქტურა ჩამოყალიბდა დღეს, როდესაც ერთმანეთს პარავენ ფულს და მერე არის რომ ერთმანეთის მიტანა. მე აბსოლუტურად მივესალმები ჩემი მხრიდან ის რომ მოპარული ფული ხალხმა დააბრუნოს, მაგრამ ერთი წამი არავის ეჭვარ შეეპაროს რომ ამ ფულს ბიუჯეტში აბრუნებენ, რა თქმა უნდა არა. ეს არის შავსალაროში უკან მისატანი ფული. მოპარული მილიონები, რომლის დაბრუნების ოპერაციაც ახლა მიმდინარეობს, არა ქვეყნის, არამედ ბიძინა ივანიშვილის პირად ბიუჯეტში მიდის. ამბობს ლევან ხაბეიშვილი და ირწმუნება, რომ ამ ფულს სანქციებით შეშინებული ოლიგარქი კრიპტოვალუტაში ახურტავებს. ბიძინა ივანიშვილი თავის გარკვეულ ქონებას, რომელიც სახეზე აქვს, იმიტომ რომ მას 4 მილიარდის სხვადასხვა სახის აქტივები დაყადაღებული აქვს. ანუ ბანკები, ევროპა, დასავლეთი მისთვის არის აბსოლუტურად დახურული, მეტიც მისი ბიზნეს პარტნიორები უკვე აღარ არიან, იმიტომ რომ ყველა გაეყარა მას, აბსოლუტური კეთროვანია ეს კაცი და ახლა აგროვებს კეშს. იკითხეს რა თუნდა ეს კეში, ბიძინა ივანიშვილი ამ კეშით ყიდულობს კრიპტოს, აბანდებს კრიპტოში და ის ცდილობს მე შემიძლია ვივარაუდო და გითხრათ რომ ბიძინა ივანიშვილი აპირებს ქვეყნიდან გაქცევას რაღაც დროს, ამიტომ მას ჭირდება კეში. ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირი თავის მოკლას ცდილობდა. ეს არის პროკურატურის ვერსია. ასეთი რამ მხოლოდ პუტინის რუსეთში ხდება, როდესაც თანამდებობიდან გადაყენებულებს ხან ფანჯრიდან გადამხტარს და ხან ტყეში ჩამომხრჩველს პოულობენ. რიჟვაძის საბედისწერო გასროლიდან 6 დღე გავიდა, მაგრამ ვიცით ის, რომ ოფიციალურად არაფერი ვიცით. ახლა ყველაზე დიდი ინფორმაციის მატარებელი თორნიკე რიჟვაძის ტელეფონია. იქ უნდა იყოს მუქარის მესიჯებიც და ზარებიც. იმ ადგილს ვეძებს, საიდანაც რიჟვაძე შეიყვანეს, აქედან შეიყვანეს თუ ხო? საგარეჯოს კლინიკის 6 ივლისის ღამის მორიგეებმა ყველაზე კარგად იციან, ვინ ამოიღო თორნიკე რიჟვაძის პირადი ნივთები და მათ შორის ტელეფონი. სადუპოვეს წერილი, რომელიც საზოგადოების თვითმკვლელობის ვერსიაში დასარწმუნებლად მედიის სახელით გავრცელდა. აქ იციან სროლის ტრაექტორიაც და სპეციალისტებს შეუძლიათ განსაზღვრონ, შემავალი ჭრილობა შეეძლო თუ არა რიჟვაძეს თავად მიეყენებინა. თუ საქმე არასწორი მუხლით არის აღძრული. ბატონო მალხაზ, გამარჯობა. თქვენ გაუკეთეთ ოპერაცია თორნიკე რიჟვაძეს. კომენტარს არ უძლევ. რატომ? აკრძალული გაქვთ ამ თემაზე საუბარი? უკაცრავად. ბატონო მალხაზ, სხვა დაზიანებები ქონდა? ნეკნების მოტეხილობა მაგალითად. ხოლო ჭრილობა იყო? ოპერაცია თორნიკე რიჟვაძეს მალხაზ ბურნაძემ გაუკეთა. სიცოცხლე შეუნარჩუნა, თუმცა საქმის რეზონანსულობიდან გამომდინარე, სხვა არც ერთ გარემოებაზე საუბარი არ სურს. დუმილის რეჟიმშია კლინიკის მედპერსონალიც.
თქვენ ხართ ბატონ თორნიკეს ექიმი? აი, ხელში გიჭირავთ ისტორია. ექიმი არა, მე ექთანი ვარ. ექთანი ხარ? ავტოეთერს. რიჟვაძის სამედიცინო ისტორია გამოძიება უნდა შეისწავლოს და ობიექტურობის შემთხვევაში მან უნდა დაადგინოს, თვითმკვლელობასთან გვაქვს საქმე თუ დანაშაული სხვა პირის მიერ ან ჩარევით არის ჩადენილი. ექთანს ვეძებთ, რომელმაც წერილი უპოვა თორნიკე რიჟვაძეს. ჩვენ ახლა ექთანს ვეძებთ ადამიანს, რომელმაც სამთავრობო მედიის მტკიცებით დაჭრილ თორნიკე რიჟვაძეს ჯიბიდან წერილი ამოუღო და ჟურნალისტებს გაუგზავნა. ანუ გამოძიებამ გამოკითხა ეს ექთანი? არა. ან წერილი. ანუ წერილი თუ უპოვა, წეს უნდა გამოეკითხა, ხო გამოძიება? პოლიციას გადასცეს მე. ექთანი ვინ იყო? მანანა ჭიაბერაშვილი. მანანა ჭიაბერაშვილი? ანუ ის მიიღებდა თორნიკე რიჟვაძესაც, ხო? კი. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო მანანა ჭიაბერაშვილს სახლში ვაკითხავთ. მან უნდა დაადასტუროს ან უარყოს თვითმკვლელობის მცდელობამდე დაწერილი წერილის ნამდვილობის ამბავი. თქვენ გამომიშვეს კლინიკიდან. თქვენ იყავით მორიგე იმ დღეს, როცა რიჟვაძე შეიყვანეს. არ ეგინეცელა. წერილი თქვენ უპოვეთ? არ ეგინეცელა. ექთნის ვინაობას არც საქმის პროკურორი ამხელს. თუმცა რამდენად უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, ნუგზარ ჭიტაძეს უნდა დაგვარწმუნოს, რომ ამ წერილის მედიაში გაჟონვის შესახებ არაფერი გაუგია. გამომძიებელმა ამოიღო. ხო? აი მედიაში როგორ მოხდა? დაილუქა ადგილზე. მედიაში აი დღეს გავიგე პირველად, რომ მედიაში უშუალოდ მაგ წერილის ასლია ნამდვილად ჩადის უცნობი. პირველივე წუთს გავრცელდა. დღეს როგორ გაიგეთ ამ საქმის პროკურორი ხარ? ამ საქმის პროკურორი ვარ, მუშაობდი ამ საქმეზე. ნამდვილად დღეს წერილი რომ არსებობს, რომელიც თვითმკვლელობამდე მიყვანილ ადამიანმა დატოვა, ეხლა წერილი არსებობს, წერილი რო არსებობს, ოქშიც სასახურია და ამოღებულია, ჩემთვის ცნობილია უბრალოდ. და მედიაში როგორ გავრცელდა? მედიაში როგორ გავრცელდა, გავრცელდა თუ არა, საერთოდ ნამდვილად არ ვიცი. წერილი, ტელეფონი, გლოკის ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, სისხლიანი ტანსაცმელი. ყველაფერი, რაც თორნიკე რიჟვაძის შეყვანისას საავადმყოფოში დალუქეს, ამ შენობაში უნდა გადმოეტანათ. ახლა უკვე ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, ნამდვილად რიჟვაძის ხელნაწერია თუ არა გავრცელებული წერილი. იყო თუ არა მის ტანსაცმელზე სხვა პირის დნმ-იც. ასევე მნიშვნელოვანია დასკვნაში ჩანდეს, არსებობდა თუ არა დენთის კვალი თავად რიჟვაძის ხელზე. თუმცა, ყველაზე საინტერესო მაინც ახვლედიანის სახლის ჩანაწერებია, სადაც თვალნათლივ გამოჩნდება, რა ხდებოდა თვითმკვლელობამდე. ვინ იმყოფებოდა ახვლედიანის სახლში და რაც მთავარია, ნამდვილად თავად იღებს თუ არა თორნიკე რიჟვაძე გლოკის ტიპის ცეცხლსასროლ იარაღს მასპინძლის ფანჩატურიდან. არის იქ კამერების ჩანაწერები და ალბათ გასაჯაროვდება ესაც და ნახავთ როგორ მიდის ამ ფანჩატურში თორნიკე რიჟვაძე გამოაქვს იარაღი შიდა პერიმეტრზე სახლის პერიმეტრზეც იყო კამერები დამონტაჟებული. დიახ, ეს ყველაფერი ჩანს. რა შეეხება საცხოვრებელ სახლზე დამონტაჟებულ კამერების ჩანაწერებს, გამოთხოვილია გამოძიება შუამდგომლობა, საქმეში დებს ეს შუამდგომლობა. გამოთხოვილია არსებობს კადრების ჩანაწერები. თორნიკე როგორ შედის ამ ფანჩატურში არსებობს ჩანაწერები კადრების, მაგრამ ამოღებული ოფიციალურად, რომელიც საქმეზე უნდა დამაგრდეს, ასეთი ჯერ არ არის. საგარეჯოში ეუცნაურებათ ვერსია, რომლის მიხედვითაც აჭარის მთავრობის ყოფილი მეთაური ალექსი ახვლედიანის უახლოესი მეგობარი იყო და ამის გამო კახეთს ხშირად სტუმრობდა. მეტიც, რიჟვაძე აქ არასდროს უნახავთ, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ეჭვს, რომ 6 ივლისის შეხვედრა თბილისისგან მოშორებით საგანგებოდ კონკრეტული მიზნით შედგა. და რიჟვაძე აქ გინახავთ როდესმე? არასოდეს მე გამიკვირდა როგორ გავიგე პირველად რომ გამიკვირდა ტევე პირველი დამხვდა და მაგათგან გავიგე რა მოხდა როგორ და ანუ ესე რომ ვთქვათ აქ პერიოდულად ჩამოსული იყო რიჟვაძე, ეგეთი რამე ალბათ დაინახავდით, გაიგებდით. რა თქმა უნდა, კი. მაგრამ არ ყოფილა ასეთი. ცნობილი ადამიანია, რა თქმა უნდა, ვიცი, კიდევ არასდროს შეგვიჩნევიან. ახლა თორნიკე რიჟვაძის ოჯახის ყველა წევრი ჩვენი ინფორმაციით თურქეთშია და სამშობლოში დაბრუნებაც ამ ეტაპზე მათ გეგმებში არ შედის. რაც ერთის მხრივ ხელისუფლების ინტერესშიცაა. სიმართლე მხოლოდ ოცნების ყოფილმა მაღალჩინოსანმა იცის, რომელმაც საგარეჯოში ჩასვლისას ბათუმში დაიბარა, რომ ორდღეში უკან დაბრუნდებოდა. ეს კი თვითმკვლელობის ვერსიას კიდევ ერთ დიდ კითხვის ნიშანს უსვამს.